მოგესალმებით, ჩამოჯერფესება. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, როგორი იქნება ნოემბერი კირჩხიბებისთვის. მაშ ასე ვნახოთ, რა ენერგიები შემოდის ნოემბერში კირჩხიბებისთვის, რა ენერგიები გვტოვებს. ძირითადი საკითხი არის ფინანსები, პირადი ურთიერთობები და ჯანმრთელობა. მაშ ასე ვნახოთ, რა ენერგიებშია კირჩხიბი ნოემბრის თვეში. რაღაცა გზებს ეძებთ, გამოსავალ გზებს ეძებთ. ნახეთ, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსურ საკითხებში. საკმაოდ დიდი ხანია თავს დაკარგულად გრძნობთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, აუცილებლად თუ საქმეს უკავშირდება რაღაცა გარკვეულ შეთანხმებაზე მიდიხართ, თუ პირად ურთიერთობებში არჩევანის წინაშე იდექით უახლოეს ორ პერიოდში ეს იქნება ორი კვირის ტენდენცია დაახლოებით. აუცილებლად უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი. ეს არჩევანი არა აქვს მნიშვნელობა ფინანსებს უკავშირდება თუ პირად ურთიერთობებს, ეს მოგიტანთ სწორ გზას იმისთვის, რომ წინ ხედვა თქვენი უკვე ძალიან მკაფიოდ განავითაროთ, ნაბიჯები დაგეგმოთ, იმოქმედოთ და ასე შემდეგ. ძალა მოდის უზარმაზარი ძალა, ნახეთ. არ იქნება სიტუაცია ნოემბრის თვეში ისეთი, რასაც თქვენ ვერ მოაგვარებთ, ვერ დაალაგებთ, ვერ გააკეთებთ. ძალიან დიდი ძალა მოდის. იქ სადაც იყავით დაკარგულები და თითქოს აი აკრინულის ზედაპირზე ესე ფრთხილად მოძრაობდით და გამოსავალის ძებნაში იყავით, დღეს უკვე ნოემბრის გადმოსახედიდან კირჩხიბებისთვის საკმაოდ დიდი ძალა და რესურსები მოდის იმისთვის, რომ ნებისმიერი სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს, მოაგვაროთ, მიმართულება მისცეთ, ნახეთ, მოათვინიოროთ და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო ტენდენციებია. კი ბატონო, ეს წინააღმდეგობები, რომელიც ერთგვარად არსებობს თქვენს ურთიერთობებში, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში, სადაც ძალიან დიდი ხანია რაღაცა ჭიდაობის ენერგია და პარტნიორის წასვლა დარჩენის საკითხი მკაფიოდ იყო დაყენებული, ნახეთ და ვერ გაურკვევია რაკნეს ბოლო-ბოლო. მოკლედ გატრიალებული პარტნიორის უკან მობრუნებაც შემიძლია განვიხილო ამ შემთხვევაში. ვისთანაც არ არის აქტუალური პარტნიორი, მეორე ნახევარი ქალი მამაკაცი არა აქვს მნიშვნელობა ვის განვიხილავთ, დამერწმუნოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არის ძალიან დიდი შანსი იმის, რომ ახალი ადამიანი გამოჩნდეს. საკმაოდ ენერგიული, საკმაოდ აქტიური ვიტყოდი, შესაძლებელია ისეთი სამსახური ჰქონდეს, რომ სულ მოძრაობაში იყოს, მივლინებაში, გრძელგზაზე დადიოდეს, აი რაღაცა ესეთი სულ მოქმედებებში ადამიანი. სხვათა შორის უახლოეს ორ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდებით წეღანაც თქვი და ეხლაც. ეს მოგიტან ჰარმონიას, ეს მოგიტანთ ძალიან დიდ სიმშვიდეს, როგორც ემოციურს, ასევე ზოგადად თქვენი მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს. ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი ნოემბრის თვე კირჩხიბებისთვის. აქ მოდის იმპერატორი, ძალიან მკაფიოდ ჩანს ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. არა აქვს მნიშვნელობა ეს საქმეს უკავშირდება, ეს არის კარიერა თუ პირადი ურთიერთობები. აქ იქნება ადამიანი თქვენს გვერდით, რომელიც რეალურად გამოგიწვით დახმარების ხელსაც, თუ ეს მეორე ნახევარი შემიძლია განვიხილო და ვისთანაც არ არის აქტუალური, მაშინ გეტყვით, რომ გარდაუვალია ძალიან საინტერესო ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. აქ შეიძლება ემოციური ფონი, რა ახლა კირჩხიბებისთვის ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია ერთგვარად და შეიძლება აქ დიდ სიყვარულზე არ იყოს საუბარი, მაგრამ იმდენად იმდენად ნახეთ მკაფიო ნაბიჯებით. ზუსტად ეცოდინება, რისთვის არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რა უნდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ნახეთ საკუთარ თავში შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანი, რომელიც არასოდეს დაგაჯენთ საქანელაზე, პირად ურთიერთობებს გულისხმობს და არ იქნება ეს ემოციური ტალღები. ის არის ძალიან მკაცრი ურთიერთობაში, მან ზუსტად იცის რა უნდა და როგორ უნდა და ასეთი ადამიანი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. ნოემბრის თვეში არის ძალიან დიდი ალბათობა ამის შემოძვირფასება. მოდი ვნახოთ ფინანსური საკითხები, როგორი იქნება. ვაუ, საკმაოდ საინტერესო ფინანსები ჩემოდის, რესურსები. აქ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ პენტაკლების დედოფალი ამოდიხარ შემოძვირფასება და ფორტუნა. თუ აქ გაყინული იყო სიტუაციები ფინანსთან დაკავშირებით, მოლოდინები გქონდათ და საკმაოდ დიდი ხანია ელოდებოდით, აქ არის უკვე ზრდა შემოსავლის. აქ სამსახურის პერსპექტივა, ვინც არ მუშაობთ, ძალიან კარგი, სხვათა შორის სამყარო მოგცემთ ამის საშუალებას. ვინც ელოდებოდა ნახეთ დამატებას პოზიციის, ხელფასის მომატებას და ასე შემდეგ, ესეც გარდაუვალია, იმიტომ რომ ფორტუნა თქვენ მხარეს იწყებს ტრიალს. მოკლედ ფინანსურ საკითხებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის. აუცილებლად შემოდის ის ძალიან კარგი რესურსები, რაც რეალურად დაგაყენებთ მყარად ფეხზე. მეც კირჩხები ვარ და ეს ჩემთვის ახლა ძალიან კარგი ინფორმაცია იყო, მეგობრებო. მოკლედ არაჩვეულებრივი პოზიციებია ამ თვალსაზრისით. უკაცრავად. ეხლა გადავალ პირად ურთიერთობებზე, სადაც არის მტკივნეული ენერგიები და როგორ არის იცით ეგოიზმი გაქვთ ჩართული, რომ ეს ურთიერთობა ჩემია და მე ამას არ დავთმობ და დღემდე გიჭირთ აი ამ წარსულის თუ ურთიერთობის გაშვება, ჩემო ძვირფასებო.
და იყო რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, მთვარე, იმიტომ რომ მთვარის ენერგია ნიშნავს დაბინდულ გონებას, არეულ სიტუაციებს კითხვის ნიშნებს, რაც პასუხები არ ქონდათ ურთიერთობებში. აი დამირწმუნეთ, რომ დადგება მომენტი, დაახლოებით 4-10 რიცხვი ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით, აი ესეთ ურთიერთობებში, რასაც ეხლა ვთვლით, იმიტომ რომ აქ ხუთიანი პენტაკლები აბსოლუტურ სიღარიბეს ნიშნავს ურთიერთობაში და გაურკვევლობებს შემოძვირფესებო, აქაც მოხდება რაღაცების გადალაგება, ნახეთ, მკაფიოდ მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება. იმდენად სექსუალური ენერგია გაქვთ, იმდენად ლამაზი, იმდენად დახვეწილი ხართ, რომ აქ თქვენი შარმი ნახეთ ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ შემთხვევაში, ამიტომ გამოიყენეთ ეს ქალური ინტუიციაც და შარმიც. იმისთვის რომ ეს გაურკვეველი ურთიერთობები თუ კრიზისი ურთიერთობები რომელშიც ხართ ეხლა ჩემი დროფასებო აქ ფაქტიურად 100% თქვენზეა დამოკიდებული როგორ გადაალაგებთ და დაალაგებთ თუ დაასრულებთ დამერწმუნეთ ეს არის თქვენი გამარჯვება ერთგვარი და ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ თუ შეძლებთ ურთიერთობის ახალ ლეველზე გადაყვანა რასაკვირველია და ამაში რესურსს ჩადებთ აქაც დიდი გამარჯვებები მოდის მოკლედ აქ ერთი შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი თითქმის თქვენზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევით და როგორ წაიყვანთ როგორ ტენდენციებით წაიყვანთ აი იმ ურთიერთობებს სადაც ეხა კრიზისია ჩემი დროფასებო კარგი, ჯანმრთელობაც ნახოთ, 1-2 არკანით, ჯანმრთელობასაც გადავხედოთ, გული, გულსის დარღვის სისტემა მიაქციეთ ყურადღებას, ხოთშორის მეც მაწუხებს გული ამ ბოლო პერიოდში, გულის სისხლძარღვის სისტემა, წნევა, არტერიული წნევა შემოძვირფასებო და აქ კიდე შემიძლია განვიხილო ორსულობა, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ, რაღაცა უკვე მეორე საჯარო გაშლას ვაკეთებ, აღარ მახსოვს ყურებს ამოვიდათ, თუ ვერძებს ამოვიდათ ორსულობის ალბათობა და აი კერჩხებებსაც ხოთშორის აქ ეახლა ორსულობა ბევრ თქვენთაგანთან შესაძლებელია აი ამ ორსულობამ ძალიან დიდი სიხარულის ენერგიასთან ერთად სტაბილური ურთიერთობა ან ქორწინება მოიტანოს. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძრუფესებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.